შეიძლება იშოვო მეტი ფული. და თუ ჯერ არ გაქვს ბიზნესი, ეს წიგნი დაგეხმარება, რომ გახსნა და მოიზიდო კლიენტები პირველივე დღიდან. წიგნი დაყოფილია 4 ნაწილად. ყველა ნაწილში გადმოცემულია პრაქტიკული სტრატეგიები. და მე ჩემს მხრივ გავაკეთებ ანალიზს და მოვიყვან ქართულ რეალობასთან შესაბამის მაგალითებს. და ავხსნი ისე, რომ ყველა 5 წლის ბავშვისთვის იყოს გასაგები. დავიწყოთ. ნაწილი პირველი. მიმზიდველი შეთავაზება. ეს ნიშნავს, რომ პირველად შენ უნდა შესთავაზო ადამიანებს რაღაც ისეთი, რომ შემოიყვანო შენს მაღაზიაში. მაგალითად, რაიმე იაფიანი, 5 სტრატეგია კლიენტების სწრაფად მოსაზიდად. ეხავე განვიხილოთ ყველა თითო-თითოდ. მაგალითი პირველი. Giveaways, ანუ გაცემის. ერთხელ ალექსმა ჰკითხა ფიტნესის მფლობელს, თუ როგორ მოჰყავდა მას კლიენტები. ფიტნესის მფლობელმა უპასუხა, იოლად, ჩვენ გავცემთ სტიპენდიებს ჩვენს პროგრამაზე და სახალხოდ ვაცხადებთ გამარჯვებულის სახელს. მერე ყველა მონაწილეს ვთავაზობთ ფასდაკლებას. მაგრამ ეს ფასდაკლება მუშაობს მარტო იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან ჩვენს კურსებზე 7 დღის განმავლობაში და უმეტესობა ყიდულობს პროგრამას მაშინვე. ეხლა ეს როგორ შეიძლება, რომ შენც შეძლო? აიღე შენი ყველაზე ძვირად ღირებული რაღაც, რაც გაქვს გასაყიდად. მაგალითად, კბილის ექიმი ხარ, გამოაცხადე კამპანია. კბილების გათეთრება ან უჩინარი ბრეკეტები. უფასოდ. ყველა, ვისაც ეს კამპანია დააინტერესებს, მათ უნდა შეავსონ ფორმულარი და ერთი ადამიანი გაიმარჯვებს. მერე გასცე ფასდაკლებები ხალხზე, ვინც ვერ გაიმარჯვა, მაგრამ დაინტერესებულია ან ბრეკეტებით, ან კბილების გათეთრებით. მაგ შემთხვევაში პაციენტი ნამდვილად გარანტირებულად შენთან მოვა, ვიდრე სხვასთან. რატომ? იმიტომ, რომ შენ ფასდაკლებას თავაზობ. აქ ალექსი ამატებს, რომ ეს სტრატეგია მუშაობს, როცა შენი პრიზი მართლა პრიზია. ხის მოსაზიდი შეთავაზება მეორე. ჯონის ჰქონდა სოლარიუმი გახსნილი. როცა ვიღაცა შემოდიოდა, მომსახურე პერსონალი ეკითხებოდა, რა გნებავთ? და თუ ისინი პასუხობდნენ, რომ რამოდენიმე ტონით უნდათ გარუჯვა, პერსონალი ეგრევე უწყებდა ეგრეთ წოდებულ შებრაწულ ინდაურის საუბარს. რას ნიშნავს შებრაწული ინდაურის საუბარი? უხსნით, ინდაურის შეწვა სჭირდება 3 საათი, შენ 2 ტონით ეგრევე ვერ გაირურჯები რამოდენიმე ვიზიტით. და შემდეგ ჯონის თავაზობს ულიმიტო ბილეთს 1 წლის განმავლობაში. თითო თვის ფასი არის $20. ანუ ერთი ვიზიტი იყო $5, მთელი თვის ფასი 1 წლის განმავლობაში არის $20. და ეხლა როგორ უნდა გადმოვიღოთ ეს ქართულ რეალობაში? შეთავაზება და მერე პრემიუმი დაადე გვერდზე. ანუ $5 ღერს ეხლა ერთი ვიზიტი, მაგრამ თუ იყიდი 1 წლიან შესვლას, თვის ფასი იქნება $20. აი ეს მაგალითი ძალიან გავს იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად სეზონურ ხილზე მუშაობს. აი ნახე, სიტყვაზე თორნიკე ყიდის ბაზარში 1 კილო მანდარენს $5. მაგრამ ეუბნება, რომ 10 კილო მანდარენს მოგცემ $40. ხალხი უფრო დაფიქრდება იმაზე, რომ აიღოს 10 კილო $40, ვიდრე 1 კილო მარტო $5. მერე ამ სტრატეგიამ თუ იმუშავა და ბევრმა აიღო, მაგ შემთხვევაში უკვე შეგიძლია რომ თქვა, რომ 1 კილო $5, მაგრამ 10 კილო იყოს $45.
ამ ყველაფერს უნდა სწავლა, შენი კლიენტების შესწავლა, ვინ მოდის, ვინ მიდის, სად გახარ, მაგრამ ნახე რა ხდება აქ. თუ ამ მანდარინს მაინც ვერ გაყიდი და დაგირჩება და გაფუჭდება, ხო? მე მაინც გადასაყრელი გაგიხდება და შენთვის ხო უკეთესია რომ მალე გაყიდო, მალე ის ფული ამოიღო რაც დააინვესტირე და კარგად იყო. მის მაგივრად რომ დაელოდო რომ აი დიდარი კლიენტი გამოჩნდება შუბით და იყიდის შემს მანდარინებს, ალბათ ეგეთი ან გამოჩნდება ან არა, არც იცი, ხო? და ჯობია რომ მალევე გაყიდო და გეცოდინება რომ ფული კი არ წააგე, მოიგე. მესამე ხალხის მოზიდვის საშუალება არის იყიდე 1, მიიღე 2 უფასოდ. პირველად როცა ალექსმა ეს წარწერა მაღაზიის ფანჯარაზე დაინახა, იფიქრა რომ ეს იყო ნამდვილი სისულელე, რომ ეს მაღაზია ვერასოდეს ვერ ამოიღებ და ამ დანაკარგს რაც ჰქონდა. მაგრამ შეხედე რა მოხდა? 1 ფეხსაცმლის ფასი ღირდა 2 ცალს კიდე ჩუქნიდნენ. ალექსმა იფიქრა, რანაირად მუშაობს ეს ბიზნესის მეთოდი. და გაარკვია, რომ მაღაზიის უფროს უნდოდა, რომ ვინც შემოვიდოდა მაღაზიაში, ყველას $600 დაეხარჯა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო. როცა ალექსმა გამოირკვია, თურმე აღმოჩნდა, რომ ხალხს მოსწონს ნახვა წარწერისა free უფასო. ანუ თუ ერთი ფეხსაცმელი ღირს $200 და ყიდულობ 3-ს, მაინც ხო იხდი $600. იხდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყიდულობ 1 ფეხსაცმელს, იხდი $600 და გაძლევს მაღაზიის მფლობელი დამატებით 2 ფეხსაცმელს უფასოდ. ეხლა ეს ქართულ რეალობაში იოლი გადმოსატანია ძალიან. წარმოიდგინე ხაჭაპურის გამყიდველისთვის რა იოლი იქნება, ხაჭაპური ოდნავ დიდი რო გაყიდოს, საშუალო ზომაზე დიდი რო გაყიდოს და რო თქვას, აი ამ ხაჭაპურის ფასი არის მაგალითად $10. მაგრამ თუ იყიდი ამ ჩემს ხაჭაპურს, ავდგები და მოგცემ 2 ცალ პატარა ლობიანს საჩუქრად. ან მაგალითად იყიდე 1 წიგნი, მიიღე 2 ცალი 100 ფურცლიანი რვეული საჩუქრად. ეხლა 4 იდეა. იყო სავარჯიშო დარბაზის მფლობელი სახელად დენი. ერთ დღეს მასთან მივიდა კაცი და უთხრა, 6 კვირაში თუ იმ მიზანს მიმაღწევინებ, რაც მინდა, $600 გადაგიხდიო. და თუ მე მართლა მივაღწია ის მიზანი, რაც მე მინდა, შენ მე მაგ $600 უკან დამიბრუნებ და მე მოგცემ შენ უფლებას გამოიყენო ჩემი სურათები მანამდე და შემდეგ. ეს before და after სურათები ძალიან პოპულარულია საერთოდ ყველგან. დენი დაფიქრდა და უთხრა, ოკეი, ანუ დათანხმდა ამ კაცის შემოთავაზებას. ამ კაცმა მართლა დაიკლო წონაში ამ 6 კვირის განმავლობაში. დენიმ ფული უკან დაუბრუნა. შეთანხმება. ხო და დენიმ ფულის უკან დაბრუნების შემდეგ მიიღო რა თქმა უნდა ის სურათები, რომელიც მას ჭირდებოდა თავისი პიარისთვის. აწარმოა ეს პიარი და უფრო მეტი ხალხი მივიდა დენისთან. და ეხა დენი თურმე ყველას თავაზობს იგივე შეთავაზებას, რაც ამ კაცმა გააკეთა. თუ 6 კვირაში მიზანს მიაღწევ, ფულს დაგიბრუნებ უკან. თუ ვერ მიაღწევ, დავიტოვებ. უმეტესობა, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს. ეხლა უმეტესობა ლოგიკურადაც რო დაფიქრდე, ესე არის, რომ მაქსიმუმი 10% შეუძლია თავისი მიზნისკენ სწრაფვა. ესეთი შეთავაზება, რომ ხალხს ბევრს მოიყვანს, ეგ უდაოა. ეხლა ამ ყველაფრის ქართულ ეგეც მოვიფიქრე, როგორ გადმოვიყვანო ეს ყველაფერი ქართულზე. მაგალითად, რა მოხდება, თუ ინგლისურის რომელიმე მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ ბავშვები მოამზადოს და შეთანხმება დადოს მშობლებთან და თვითონ ამ მოსწავლესთან. უთხრას,
თუ აიღებ 80%-ს იმ ფულს, რასაც შენ მე ხა მომცემ ყოველ თვეში, თლიანად დაგიბრუნებ უკან წლის ბოლომდე. ერთიანად ვერ აიღებს 80%-ს. ფიზიკურად არ გამოვა ეგ რა. რამოდენიმე ალბათ აიღებს, მაგრამ ყველა ვერ აიღებს. თუ კლასში გეყოლება 10 ბავშვი მაგალითად და ყველა 10-ვეს ინგლისურს ასწავლე და 10-ვე 80%-ს ვერ აიღებს. მაგრამ აი ეს мотиваციას მისცემს, სანდით мотиваციას მისცემს ყველას, რომ მეტი ისწავლონ. ეტყვი, მე თქვენ მოგამზადებ, აიღეთ ეგ თქვენი 80% და მე უკან დავაბრუნებ ფულს. აი ამ შეთავაზების გაჟღერების მერე დედები დახოცავენ თავიანთ შვილებს სწავლაში. თუ ერთმა ან ორმა აიღო ეგ 80%, უკან დააბრუნებ, მაგრამ თუ ვერ აიღო სხვებმა, მაგ შემთხვევაში ფული დაგრჩება. და სახელიც გექნება მერე, რომ შენ ხარ ეს მასწავლებელი, რომელიც აკეთებს ესეთ შეთანხმებებს. და უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტები შემოგივა, დარწმუნებული ვარ. შენ თვითონ რო დაფიქრდე, ეგრე იქნება. შენ თვითონ რო ყავდეს ახლა ბავშვი, ვისაც ესეთი შეთანხმება იქნება მასწავლებელთან, არ გაგიხარდება? რა თქმა უნდა, რომ გაგიხარდება. და სხვებსაც გაუზიარებ, ვისაც აბიტურიენტი შვილები ყავს, ხო და ეტყვი, რომ აი ეს არის ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც გეუბნება, რომ აი მე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და მე გასწავლი შენ ისე, რომ როცა მიხვალ, შენ 80%-ს აიღებ და თუ აიღე მართლა, მაგ შემთხვევაში მე შენ ფულს უკან დაგიბრუნებ. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია ქართულ რეალობაში ამ სტრატეგიის გადმოტანის. სასარგებლოც. ეხლა არის სტრატეგია ნომერი 5. აი ამის ქართულ რეალობაში გადმოტანა მაინც და მაინც მე ვერ შევწელი და იქნებ ჩემმა მსმენელებმა თქვენ მაინც შეძლოთ გაარკვიოთ ამის ქართულ რეალობაში გადმოტანა როგორ შეიძლება და თუ ეგრე მოხდა კომენტარებში დამიწერეთ, გამიზიარეთ, რავი, მეც მაინტერესებს. ერთხელ ალექს ჰორმოზი წააწყდა რეკლამა, სადაც ეწერა შეგასწავლით სწრაფ კითხვას 8 კვირაში. რეგისტრაციისთვის ფურცელი გამოართვა და რეგისტრაციის ფურცელში ეწერა 2 სავარაუდო ვარიანტი ფულის გადახდისა. პირველი იყო გადაიხადე $94 და მიიღე შესაძლებლობა დაესწრო ყველა გაკვეთილებს, რაც სხვაგან არ არის. ან ვარიანტი მეორე, არ გადაიხადო ეხლავე არაფერი, მაგრამ როგორც კი ამ 8 კვირაში შენი კითხვა უფრო სწრაფი გახდება და თუ 8 კვირაში ეგ შენი კითხვის სისწრაფე გაუმჯობესდება, უნდა გადაიხადო $297. მაგრამ აქ არსებობს ესეთი წესი, რომ უნდა აუცილებლად დაესწრო ყველა გაკვეთილს, რაც კი გაიმართება. ანუ თუ იყიდი კურსს გადაიხდი $94, მაგრამ თუ არ გადაიხდი ამ წუთას კურსის ფულს, მაგ შემთხვევაში, როცა მართლა შედეგს მიაღწევ, გადაიხდი $297. აი მე ამის ქართულ რეალობაში დაგეგმა ვერ წარმომიდგენი ეგ როგორ იქნება, მაგრამ რა იქნებ მაინც თქვენ შეძლოთ. მე უბრალოდ გაგიზიარეთ და თქვენი საქმის თვითონ იცით. ეხლა შევაჯამოთ ყველა ეს 5 მეთოდი და ავრჩიოთ რომელი გჭირდებათ. პირველი იყო გაეცი ერთი დიდი პრიზი და მიეცი ცოტა ფასდაკლება ყველას. ანუ ალექსის სიგნში იყო სტიპენდია და მე ფასდაკლებები და მე ქართულ რეალობაში ჩემს ანალიზში გადმოვთარგმნე როგორც კბილის ექიმმა რო გასცეს სასწაული პრიზი, მაგალითად კბილების გათეთრება უფასოდ, ან უჩინარი ბრეკეტები უფასოდ და მე დანარჩენს ვისაც ყველას უნდოდა დარეგისტრირდა იმათმა რომ უბრალოდ ფასდაკლებები მიიღონ.
მეორე იყო დიქოის შეთავაზება, ანუ $5 შეგიძლია რომ თვეში ერთხელ გაირუჯო, $20 თვეში გექნება ულიმიტო. მაგრამ 1 წლის განმავლობაში. ეს მე ქართულ რეალობაში ვთარგმნე მანდარინის და მაგალითზე. იყო მანდარინი ღერდა 5 იყო, 1 და მიიღე 2 უფასოდ. წიგნში ეწერა კიდე $600 ფეხსაცმელი და მიიღე 2 ცალი საჩუქრად. არა და თითო ფეხსაცმელი ისედაც $200 ღერდა. ქართულ მაგალითზე მე გავაკეთე ესე. იყიდეთ საშუალოზე ცოტა დიდი ხაჭაპური და მიიღე 2 ცალი პატარა ხაჭაპური ან ლობიანი უფასოდ. ბევრი ხალხი ნამდვილად მოვა მან. მეოთხე მაგალითი იყო დაიბრუნე შენი ფული. წიგნში იყო მითითებული ფიტნეს ტრენერის მაგალითი. ჩემს ქართულ ვარიანტში იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც შეთანხმებას უდებს აბიტურიენტებს და მით მშობლებს, თუ 80%-ზე მეტი აიღო ბავშვმა, აბიტურიენტმა, მაგ შემთხვევაში მასწავლებელი ფულს უკან დააბრუნებს. ეს იყო ჩემი შეთავაზება და კიდევ იყო მეხუთე მაგალითი, რომელიც მე ქართულად ვერ გადმოვთარგმნე, ქართულ რეალობას ვერ მოვარგე. გადაიხადე ეხლა ცოტა, ან იყიდე მერე და გადაიხადე ძვირი. ეს მაგალითი ეს ვერ გავაკეთე ქართულად. და ამ მესამე მაგალითთან დაკავშირებით მინდა რომ კიდე ერთხელ გითხრათ, რომ თუ არ შეგიძლიათ ფულის უკან დაბრუნება, ჯობია რომ ესეთი შეთავაზება საერთოდ არ გასცეთ. ხა თუ სიკვდილის სიცოცხლის საკითხი არის ფულის უკან დაბრუნება ან არ დაბრუნება, ეგეთ შეთავაზებას ნუ გასცემთ. თვითონ ალექსი ციცახის თავის წიგნში თუ უკან დამბრუნებელი ფულის არ ხარ, არ გააკეთო ესეთი შემოთავაზება. მაგრამ თუ ეხლა შენთვის დიდად არაფერს არ წყვეტავს და სიკვდილის სიცოცხლის საქმე არ არის, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შედეგებზე გაგიყვანს მალე. და ეხლა რახან ეს ვიდეო ძალიან დიდი გამოდის, უნდა გავწყვეტო და შემდეგს კიდევ შემდეგში დავდებ და იქნება ნაწილი მეორე. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მომისმინეთ. კიდევ ერთხელ შეგაწყენთ თავს, შემდეგში მეორე ნაწილს განვიხილავთ, მეორე თავს, მეორე ანალიზს და იმედია მოგეწონებათ, იმედია რამეს გაიგებთ აქედან ახალს, რაც აქამდე არ იცოდით და მეც მადლობელი დაგრჩებით ამისთვის და ქართულ ენაში ჩემი შეცდომები, რასაც მე ვუშვებ, მე თვითონვე ვხვდები. ამიტომ თუ ძალიან არ გამკიცხავთ ამისი გულისთვის, ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით. დავიბადე საქართველოში, გავიზარდე საქართველოში, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ორივე მხრიდან ყველა ქართველი მყავს, მაგრამ უბრალოდ 10 წელზე მეტია ქართულ საზოგადოებაში და ქართულ ენაში თან მე შეხება არ მაქვს. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სისუსტეა ის, რომ მე თვითონ ვარჩევ ჩემს შეცდომებს და ლაპარაკის დროს მაინც უშვებ. მე უბრალოდ მეტი კონტაქტი მჭირდება ქართულად, რაც არ მაქვს. მაგრამ თუ თქვენ ამაზე მიბრაზდებით, ან თავი შეგაწყინეთ ჩემი შეცდომებით, მაინც ბოდიშს ვიხდი და თუ არა, კიდევ ერთხელ მომისმინეთ შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ.